მოგესალმებით. მე ნინუცა ჭანდურიძე ვარ. აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loyaltes შვილობილი ბრენდის Heroes რეკრუტინგის მიმართულების ხელმძღვანელი. დღეს მორიგი კითხვა-პასუხის რუბრიკით დაგიბრუნდით, სადაც ვისაუბრებთ რეკრუტინგზე, როგორც სტრატეგიულ პროცესზე კომპანიაში. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დღეს ჩვენი სტუმარია მარი მეტონიძე, HR პროფესიონალი, კომპანია Instas და Delight-ის ორგანიზაციული განვითარების და HR მიმართულების ხელმძღვანელი. მარი, მადლობა პირველ რიგში რომ გვესტუმრე. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო ეპიზოდი გამოგვივა. ნინუცა, მოგესალმები. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან საინტერესო და მუდმივად აქტუალური თემა არის რეკრუტინგი და მეც იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. მარი, რატომ რჩება რეკრუტინგი დღეს კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და რატომ გართულდა რეკრუტინგის პროცესი? რეკრუტინგთან დაკავშირებული გამოწვევები ბევრ ასპექტში შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა დღეს მინდა ვისაუბრო შრომით ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების ჭრილში. რეალურად შრომით ბაზარზე ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა და დღეს კომპანია არ არის ერთადერთი მხარე, რომელიც არჩევანს აკეთებს. არჩევანს აკეთებს თანამშრომლებიც. თუმცა თანამშრომლების არჩევანი არ არის დაფუძნებული მხოლოდ ანაზღაურებაზე ან საბაზისო სამუშაო პირობებზე. ბუნებრივია, რომ ანაზღაურების კომპონენტი უმნიშვნელოვანესი არის, თუმცა ანაზღაურებასთან და საბაზისო სამუშაო პირობებთან ერთად კანდიდატების გადაწყვეტილებაზე ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს კომპანიაში არსებული პროცესები, ორგანიზაციული კულტურა, სამუშაო გარემო, განვითარების შესაძლებლობა, სტაბილურობა და ასე შემდეგ. დღეს უკვე კანდიდატები სვამენ კითხვებს ამ პროცესებთან დაკავშირებით და მათ აინტერესებთ, რამდენად შეუძლიათ კონკრეტული წარმატების მიღწევა ამა თუ იმ კომპანიაში, როგორი გარემოა, სტაბილური არის გარემო თუ არა აღნიშნულ კომპანიაში, როგორი ადამიანები მართავენ ბიზნეს პროცესებს და როგორი ხარისხის მენეჯმენტია. შესაბამისად, რეკრუტინგი გართულდა არა იმიტომ, რომ შრომით ბაზარზე უფრო ნაკლები კანდიდატია, ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, თუმცა ძირითადად გართულდა იმიტომ, რომ მოთხოვნები არის ბევრად უფრო ღრმა და შესაბამისად გადაწყვეტილებები ორივე მხარის მიერ, როგორც კომპანიის, ორგანიზაციების, ასევე კანდიდატების მიერ არის ბევრად უფრო გააზრებული. ამასთანავე, რეკრუტინგის პროცესი არ არის მხოლოდ პოზიციის დახურვა და ძალიან დიდი როლი გვაქვს ჩვენს HR-ებს, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები სრულყოფილად წარმოვაჩინოთ და დავანახოთ მეორე მხარეს და ხანდახან ამას კომპანიები სწორად ვერ აკეთებენ. ხშირად გვეკითხებიან კომპანიები თუ სად ეწებონ თანამშრომლები, როცა ვერც LinkedIn-ზე პოულობენ და ვერც დასაქმების საიტებზე. რას ფიქრობ? ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ძალიან პრაქტიკული კითხვა არის და სად ვეძებო თანამშრომელი სწორად, ამაზე ცალსახაპასუხი ბუნებრივია არ არსებობს. მანამ სანამ თანამშრომლის მოძიებას დავიწყებთ, პირველ რიგში აუცილებელია სწორად გავაკეთოთ პოზიციის ანალიზი, რაც უკვე დაგვეხმარება, რომ სწორად ვმართოთ შერჩევის პროცესი. არსებობს გარკვეული კითხვები, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს იმ გასაღების პოვნაში, რომელიც თითეული პოზიციის ეფექტური შერჩევისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ვის ვეძებ, სად ვეძებ, რა კომპეტენციების თანამშრომელი მჭირდება, რა არის დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი, მათი ტექნიკური და პროფესიული გამოცდილება თუ პოტენციალი, თუ ორივე ერთად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტი, რომ თითოეულ პოზიციას აქვს თავისი შერჩევის არხი და ბუნებრივია ეს შეიძლება იყოს LinkedIn-იც, დასაქმების საიტიც, სხვადასხვა პროფესიული Facebook ჯგუფები, რომლებიც პროფესიების მიხედვით არის ჩამოყალიბებული. არ შეიძლება ტოპ მენეჯერი და დამწყები სპეციალისტი ერთი და იგივე შერჩევის არხებით ვეძებოთ. თითოეულ პოზიციას გააჩნია თავისი ეფექტური შერჩევის არხები, სადაც შეგვიძლია, რომ მისნობრივი აუდიტორიას ჩვენი ხმა ეფექტურად მივაწვდინოთ. ბუნებრივია შეიძლება იყოს LinkedIn-ი, სხვადასხვა დასაქმების პლატფორმა, სხვადასხვა Facebook ჯგუფები, რომლებიც პროფესიების მიხედვით არსებობს და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შერჩევის არხისთვის არსებობდეს ინდივიდუალური საკომუნიკაციო სტრატეგია. ბუნებრივია, რომ LinkedIn-ის პოსტი, Facebook ჯგუფში განსათავსებელი პოსტი და დასაქმების საიტზე დასადები ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ ვერ იქნება ერთი და იგივე. ამიტომ ამ კითხვაზე ჩემი პასუხი არის პირველ რიგში მთავარია სწორად გავაკეთოთ პოზიციის ანალიზი, განსაზღვროთ ეფექტური შერჩევის არხი კონკრეტული პოზიციიდან გამომდინარე და შემდეგ საკომუნიკაციო სტრატეგია. მარი, მადლობა ამ უწურავი პასუხისთვის. კიდევ ერთი კითხვა გვაქვს, რომელიც ხშირად გვესმის დამსაქმებლისგან, როგორ არის უკეთესი მათთვის, შიდა ძალებით ეწობონ თანამშრომლები თუ გამოიყენონ outsource კომპანია? ძალიან მიყვარს ეს კითხვა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი ამ მიმართულებაზე და
აქაც ვიტყოდი, რომ ცალსახა პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ ორივე სტრატეგიას, როგორც შიდა HR თანამშრომელს, ასევე აუთსორს აქვს თავისი უპირატესობებიც და ნაკლოვანებებიც. თუმცა ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრებით რთულია, რომ შიდა HR-მა ეფექტურობაში კონკურენცია გაუწიოს აუთსორს სერვისს უშუალოდ რეკრუტინგთან მიმართებაში. არა იმიტომ, რომ HR შეიძლება აკლდეს რაიმე კომპეტენცია, ან არ გააჩნდეს რომელიმე საჭირო უნარი, რომელიც რეკრუტინგის ეფექტურად წარმოებისთვის არის საჭირო, ან არ ქონდეს პირადი network-ი, რომელიც ასევე დიდ გავლენას ახდენს საბოლოოდ რეკრუტინგულ შედეგებზე. თუმცა outsource კომპანიებში ბუნებრივად გროვდება ძალიან ბევრი ინფორმაცია. Outsource კომპანია რეკრუტინგის მიმართულებით ხშირ შემთხვევაში ერთდროულად ემსახურება ძალიან ბევრ სფეროს, ძალიან ბევრ სეგმენტს, მცირე, საშუალო თუ მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებს და შესაბამისად მომსახურების პროცესში ძალიან ბევრი ღირებული ინფორმაცია მათთან იყრის თავს. ფაქტიურად მათ ხელში უჭირავთ შრომითი ბაზრის კვლევა, რომლის ჩატარებისთვისაც ერთ HR-ს ძალიან დიდი დროითი და მათ შორის ფინანსური რესურსი დაჭირდება. კარგად იციან შრომით ბაზარზე არსებული პირობები, მათ შორის სახელფასო თუ სხვა საბაზისო სამუშაო პროცესთან დაკავშირებული პირობები. შესაბამისად, outsource მომსახურება არის გარკვეული სპეცრაზმი, რომელსაც ძალიან მოკლე დროში შეუძლია ეფექტურად რეკრუტინგის პროცესის წარმოება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მათი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ შეიძლება შიდა HR-ს რაღაც გარკვეული კომპეტენციები არ ჰქონდეს, ან უფრო ნაკლები ჰქონდეს, ვიდრე outsource კომპანიაში დასაქმებულ HR-ს. გარდა დროის ფაქტორისა, ხარჯთა ეფექტურობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ასევე და ვფიქრობ, რომ ამ ნაწილშიც უპირატესობა outsource-ის მხარეს არის, იმიტომ რომ კომპანიებს არ სჭირდებათ მუდმივი ფინანსური რესურსის გაღება იმისთვის, რომ შეინარჩუნონ HR გუნდები რეკრუტინგის პროცესის საწარმოებლად და ისინი ამ ფინანსურ რესურსს გაიღებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც პროექტი დასრულდება. მაგალითად, როდესაც კონკრეტული პოზიციის თანამშრომელს დაუკვეთავენ outsource კომპანიას და აიყვანენ. ეს განსაკუთრებით ეფექტურია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ სხვილი კომპანიების ჭრილში outsource არ აქვს თავისი ღირებულება, იმიტომ რომ ამ ნაწილშიც უკვე დროითი რესურსის ოპტიმიზაციის ფაქტორი შემოდის ძალიან ნათლად და ხშირ შემთხვევაში უკვე შიდა დასაქმებული HR-ები უფრო კონცენტრირებული არიან კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაზე და მაგალითად ისეთი მიმართულებებისთვის, როგორიც არის mass recruiting, ერთდროულად დაბალ ან თუნდაც საშუალო და მაღალ პოზიციაზე ბევრი თანამშრომლის მოძიება ძალიან დიდ დროს უკავშირდება. შესაბამისად, outsource მომსახურება ამ შემთხვევაშიც მათთვის კარგი საშუალებაა, რომ დაზოგოს დროითი რესურსი და შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს ფინანსურ ეფექტურობაზეც დიდ გავლენას ახდენს. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა გავიგოთ, მართლა კარგია კანდიდატი თუ უბრალოდ გასაუბრებაზე ცდილობს თავის კარგად წარმოჩანას? რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი. მე ვფიქრობ, რომ აქაც ინდივიდუალურ მიდგომას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ რეკრუტინგში არ არსებობს სტანდარტი, რომელიც არც კანდიდატის მოზიდვის, არც მოძიების, არც გასაუბრების და არც შერჩევის ეტაპზე იქნება რაღაც სწორი ფორმულა ორგანიზაციისთვის, რომელიც ორგანიზაციებს დაეხმარებათ ეფექტურად წაიყვანონ ეს პროცესი. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს რამდენიმე საფეხურიანი შერჩევის პროცესი, ბუნებრივია პოზიციის სირთულიდან და პოზიციის შინაარსიდან გამომდინარე და ეს შერჩევის პროცესი არ მოიაზრებდეს მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს და მოიაზრებდეს პრაქტიკულ კომპონენტს, სადაც საჭიროების შემთხვევაში კანდიდატების ტექნიკური ცოდნის და წარსული გამოცდილებების შესახებ შევძლებთ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კანდიდატებისთვისაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, ჩვენ არჩევანს არ ვაკეთებთ, მხოლოდ კომპანიები და კანდიდატებიც გვერჩევენ ჩვენ და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მოლოდინები ორმხრივად სწორად დაემთხვეს ერთმანეთს. ასევე ძალიან საინტერესო არის წარსული გამოცდილებების გაზიარება, ვგულისხმობ რეკომენდაციების საკითხს. სამწუხაროდ საქართველოში ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს პროცესი ბოლომდე ჯანსაღად არ მიმდინარეობდეს, თუმცა მე როგორც HR-ი ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და რა თქმა უნდა კანდიდატთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და კანონმდებლობის სრულყოფილი პროცესის დაცვით ხშირ შემთხვევაში კანდიდატების შესახებ რეკომენდაციებს მათი წინა დამსაქმებლებისგან ვიღებთ, რაც ასევე იმედისმომცემი არის და აზღვევს გარკვეულ რისკებს. მადლობა. როგორ ფიქრობ, რატომ ქრებიან კანდიდატები გასაუბრების შემდეგ? დიდი ტკივილი HR-ების საკმარისად ვერ დავაინტერესეთ და იმიტომ.
მარტივი იქნებოდა გვეთქვა და ალბათ გულწრფელები რომ ვიყოთ ყოველთვის შეიძლება გავიფიქროთ ესე HR-ებმა რომ კანდიდატი არის უპასუხისმგებლო, არ აინტერესებს მიმდინარე პროცესი ან მისი სამომავლო რეპუტაცია ასეთ იქცევის შემდეგ, მაგრამ მე უფრო მეორე კუთხით შევხედავდი ამ საკითხს და შეიძლება ასეც იყოს, იმიტომ რომ ადამიანების პასუხისმგებლობაზე ჩვენ ბუნებრივია 100%-ით გავლენას ვერ მოვახდენთ, თუმცა მე უფრო ანალიზის კუთხით შევხედავდი ამ საკითხს და მოვძებნიდი იმ მიზეზებს, რატომ ვერ შევძელი რომ დამეინტერესებინა კანდიდატი იმ დონეზე, რომ მეორეჯერაც მოსულიყო გასაუბრებაზე ან საბოლოო გადაწყვეტილება ორმხრივად ერთად მიგვეყო. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შერჩევა არის ორმხრივი პროცესი და როგორც ჩვენ გვიჩნდება შთაბეჭდილებები და მოლოდინები კანდიდატებზე, ასევე კანდიდატებს უჩნდებათ მოლოდინები და შთაბეჭდილებები კომპანიაზე. რეკრუტინგი არ არის მხოლოდ ლამაზად განსაზღვრული ვაკანსიის და სხვადასხვა შერჩევის არხში განთავსებული ტექსტი. ის ბევრად უფრო კომპლექსური პროცესია და ჩვენი ვალდებულება შევძლოთ მოვიზიდოთ და გასაუბრების პროცესის ნებისმიერ საფეხურზე დავაინტერესოთ კანდიდატი ჩვენი კომპანიით. წარმოვაჩინოთ ჩვენი კომპანიის ღირებულებები, ორგანიზაციული კულტურა, პოტენციალი და სწორად მივიტანოთ ის მეორე მხარესთან. თუმცა ბუნებრივია იმისთვის რომ წარმოვაჩინოთ ეს სისტემები კომპანიაში უნდა არსებობდეს. ამიტომ ჩემთვის რეკრუტინგის პროცესი შერჩევით არ იწყება. თუ კანდიდატს დააინტერესებს, ის არსად არ გაიქცევა. შენი აზრით რას ნიშნავს კულტურულად მორგებული თანამშრომელი? ყველას გქონია ალბათ შემთხვევა, რომ კანდიდატი იდეალურად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს პოზიციით განსაზღვრულ კომპეტენციებს, ტექნიკურ შესაძლებლობებს, გამოცდილებას და ასე შემდეგ. 100%-ით თავსებადია მოკლედ ვაკანსიის ტექსტში აღწერილ მოთხოვნებთან მიმართებაში, თუმცა კანდიდატის აყვანის შემდეგ პროცესი იდეალურად არ მიდის. ძალიან ხშირად ყოფილა მსგავსი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი HR-ის ცხოვრებაში. რა ხდება ამ დროს? მიუხედავად შესაძლებლობებისა, თითოეულ ადამიანს გვჭირდება სწორი გარემო იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალური და ეფექტური რეალიზაცია მოვახდინოთ სამუშაო გარემოში. კორპორატიულ ცხოვრებაში კი ეს არის ორგანიზაციული კულტურა. შესაბამისად, შერჩევის პროცესში არა მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებს უხეშად რომ ვთქვათ, არამედ კულტურულ თავსებადობას პოზიციასთან და ჩვენს შიდა პროცესებთან ორგანიზაციულ კულტურასთან მიმართებაშიც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. და აქვე საინტერესო კითხვა იქნებოდა თუ რატომ მიდიან თანამშრომლები ორ თვეში კომპანიიდან. ძლივს მოძიებული თანამშრომლები, როგორი მტკივნეული ამბავია. მე ყოველთვის მირჩევნია ვიყო თვითკრიტიკული საკუთარი თავის და ასევე საკუთარი კომპანიის მიმართ, იმიტომ რომ ეს უნარი გვეხმარება სწორად დავაიდენტიფიციროთ ხარვეზები თუ ხარვეზები არსებობდა შერჩევის ან ნებისმიერ სხვა HR პროცესში და შემდეგ სწორი ანალიზის საფუძველზე გადავდგათ სწორი ნაბიჯები. შესაბამისად, თუ თანამშრომელი ერთ ან ორ თვეში მიდის კომპანიიდან, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად შეიძლება იყოს კომპანიის პრობლემა, სადღაც შეცდომა დაუშვით და ეს შეცდომა შეიძლება იყოს შერჩევის პროცესში დაშვებული შეცდომა. არსებობს ესეთი ცნება ფსიქოლოგიური კონტრაქტი, რომელიც არის უხილავი შეთანხმება ჩვენი მოლოდინების და შთაბეჭდილებების შესახებ ერთმანეთის მიმართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ორივე მხარემ, როგორც კომპანიამ, ასევე პოტენციურმა დასაქმებულმა ერთმანეთს შევუქმნათ სწორი მოლოდინები. თუმცა ყოველთვის ვამბობ, რომ რეკრუტინგის პროცესი კანდიდატის აყვანით არ სრულდება და მასზე ძალიან გადაჯაჭვულია ონბორდინგის პროცესი, თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის მართვა. როგორც წესი, ონბორდინგის პროცესს კომპანიები ხშირ შემთხვევაში დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ხოლმე და ესე სისტემურად დანერგილი იშვიათად მინახავს ქართულ რეალობაში. არადა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ონბორდინგის პროცესის ეფექტურად წარმართვაზე არის დამოკიდებული, რამდენი ხანი დარჩება ჩვენთან ისედაც ეს ძლივს მოძიებული და ნაპოვნი ტალანტი. სრულად გეთახმებით, მაგრამ შემდეგი კითხვა არის, ჯობია გამოცდილი კანდიდატი ვეძებო თუ ახალ პედაგოგს ავზარდო? ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა ბიზნეს გარემოში, რომელზეც ბუნებრივია, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მე კი მაქვს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თუმცა შევეცდები ბიზნესის ჭრილში დავინახო ორივე მიმართულებაში პერსპექტივა. ბუნებრივია, რომ ორივე სტრატეგიას აქვს თავისი ნაკლოვანება და უპირატესობა. გააჩნია იმ მომენტში ჩემი კომპანიის საჭიროება რა არის და რამდენი დრო მაქვს და მაქვს თუ არა დრო იმისთვის, რომ საერთოდ თანამშრომლის გამოზრდაში, როგორც დროითი, ასევე ფინანსური და სხვა დამატებითი
დადებითი რესურსები ჩავდო. ცალსახაა ის, რომ კომპანიაში დაწინაურებული, გაზრდილი, განვითარებული თანამშრომელი ძალიან დიდი ლოიალურობით გამოირჩევა, რაც შემდეგ მის ჩართულობას სამუშაო პროცესში და ეფექტურობას ცალსახად ძალიან ზრდის და როგორც წესი, ესეთი თანამშრომლების შესრულებული სამუშაო მართლა ძალიან ეფექტურია. თუმცა ხშირად კომპანიებს აქვთ საჭიროება იმისი, რომ კონკრეტულად მოკლე დროში, მოკლე ვადაში მოიზიდონ და დაასაქმონ უკვე გარკვეული გამოცდილება მიღებული თანამშრომლები, რომლებიც ბიზნეს პროცესზე თავის კვალს დაატყობენ, ესე ვთქვათ, და დადებით გავლენას მოახდენენ და ამასაც თავისი უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა სისტემაში ნამუშევარ თანამშრომელს ძალიან კარგად შეუძლია დაინახოს კომპანიაში არსებული ხაროეზები, შექმნას ახალი ბიზნეს ხედვები და შემდეგ ეს აღსრულებაში გადმოიტანოს. ამიტომ ვიტყოდი, რომ გააჩნია კომპანიის საჭიროება. ბუნებრივია ერთი ფაქტორი მეორე ფაქტორს არ გამორიცხავს და ხშირ შემთხვევაში ალბათ უკეთესიც არის, რომ კომპანიაში ორივე სახის კულტურა არსებობდეს. ერთი, რომ დავაწინაუროთ, გავზარდოთ და განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლები და საჭიროების შემთხვევაში ახალი სისხლიც შემოვიყვანოთ ჩვენს ორგანიზაციულ გარემოში. რა ფინანსური გავლენა შეიძლება გქონდეს სწორ ან არასწორ რეკრუტინგ კომპანიისთვის? უდიდესი. ბუნებრივია კონკრეტული ციფრებით ამ საკითხზე საუბარი უბრალოდ არალოგიკური იქნება, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული კომპანიის მასშტაბზე, პოზიციის შინაარსზე და ასე შემდეგ. თუმცა ფაქტი ერთია, რაც არ უნდა გამართული და აწყობილი ბიზნეს პროცესები მქონდეს, ამ პროცესების აღსრულებისთვის მჭირდება ადამიანური კაპიტალი, ადამიანური რესურსი. ისიც მართალია, რომ AI ეპოქაში ვცხოვრობთ და გარკვეული ფუნქციების ჩანაცვლება ხდება ადამიანური რესურსის გარეშე, თუმცა საბედნიეროდ ჯერ საჭირო ვართ და რაც უფრო სწორი ადამიანია დასაქმებული სწორ პოზიციებზე, მისი შესრულების ეფექტურობა მით უფრო მაღალია. შესაბამისად, ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება როგორც კომპანიის ფინანსებზე, როგორც პოზიტიურ, ასევე უარყოფით ჭრილში. და ბოლოს, რატომ უნდა გავაციფრულო რეკრუტინგი, როცა ზეპირადად შემიძლია ვაკეთო? გაციფრულების პროცესს ვერ ავწდებით, როგორც რეკრუტინგთან მიმართებაში, ასევე სხვა HR პროცესებთან მიმართებაშიც. დღეს შეიძლება ეს გვეჩვენებოდეს ფუფუნება, თუმცა ძალიან მალე ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს შემადგენელი ნაწილი იქნება და თუ კარგად გავიაზრებთ, რა უპირატესობები და რა შესაძლებლობები აქვს გაციფრულებულ რეკრუტინგის პროცესს, დარწმუნებული ვარ, არც ერთ HR-ს აღარ მოუნდება ხელით, ესე ვთქვათ, ამ პროცესის წარმოება. ბუნებრივია ბევრი ფაქტორი, თუმცა ჩემთვის რამდენიმე მნიშვნელოვანზე ვისაუბრებდი. პირველ რიგში ეს არის დროითი რესურსის ოპტიმიზაცია, რომელიც რეკრუტინგის ხელით კეთებისას ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი გაციფრულებული რეკრუტინგის პროცესის არის ანალიტიკა, იმიტომ რომ ზოგადად ანალიტიკას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, იმიტომ რომ სწორი ანალიტიკა და სწორად გააზრებული ციფრები გვეხმარება მივიღოთ და დავგეგმოთ სწორი სამუშაო პროცესი და მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები. შეუძლებელია მაგალითად ხელით დაითვალო ისეთი ციფრები, როგორიც არის, არ ვიცი, შემოსული რეზიუმეების რაოდენობა, ეფექტური შერჩევის წყაროს იდენტიფიცირება, რომელი იყო კონკრეტულად შენი ვაკანსიისთვის ყველაზე ეფექტური შერჩევის წყარო, რამდენი შეუსაბამო და შესაბამისი რეზიუმე მიიღე პოზიციასთან მიმართებაში, რა იყო დანახარჯი თითოეულ ვაკანსიასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე რუტინული საქმის ხელით კეთება აღარ გიწევს ბუნებრივია გაციფრულების პროცესში, მაგალითად ისეთი როგორც არის უკუკავშირის პროცესის წარმოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, კანდიდატთან დროს ზოგავთ ჩემი აზრით. კი, და ასევე ჩვენი რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე ღირსეული და ინდივიდუალური უკუკავშირი ვაწარმოო კანდიდატთან. ამის ხელით კეთება უბრალოდ უზარმაზარ დროსთან არის დაკავშირებული და ციფრული ინსტრუმენტები გვეხმარება, რომ ეს პროცესი იყოს უფრო ერთ სისტემაში მოქცეული. მაგალითად, კანდიდატის შეფასება, მაგალითად, სამუშაო შეთავაზების გაზიარება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ
მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ და შევინახოთ კანდიდატთა მონაცემები, რა თქმა უნდა, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და საკანონმდებლო პროცესების სრული დაცვით, თუმცა შევინახოთ და დავამუშაოთ იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც ეს ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, კანდიდატების თანხმობის საფუძველზე და ბოლოს ბუნებრივია ადამიანური შეცდომებისგან თავის დაზღვევა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა არის ზოგადად გაციფრულებული პროცესი არა მარტო რეკრუტინგში და HR-ში, არამედ ნებისმიერ ბიზნეს პროცესში. კი ბატონო, სრულად გეთანხმებით, მარი, მადლობა ესეთი საინტერესო პასუხებისთვის. დღეს HR რეკრუტინგის მიმართულებით ვფიქრობ, რომ ყველა საინტერესო კითხვას უპასუხეთ. თუ თქვენს გექნებათ შეკითხვები რეკრუტინგთან დაკავშირებით, აუცილებლად დაგვიტოვეთ კომენტარებში და ჩვენ გიპასუხებთ.